კი, მას ეს უნდა გააკეთოს ბენიტა და ეს იდეალურად ებმის მცირე პარტიების საკითხს და იმას, როგორ უნდა მოერგოს ეს ყველაფერი ერთმანეთს. ეს ცოტა რთული თემაა, მაგრამ მე ამას აგიხსნით ძვირფასო მაყურებელო, რადგან ეს აუცილებელია არჩევნების გასაგებად. ისრაელის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით თქვენს პარტიას უნდა ჰქონდეს ხმების 3.25%, რომ კნესეთში მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტია მიიღებს 3.2499999%, ყველა ეს ხმა ნაგავში იწყება. პარტია კნესეთში არც ერთ მანდატს ვერ იღებს და ეს ხმები ფაქტობრივად იკარგება. ასეთი სიტუაციები უკვე ყოფილა და ეს შეიძლება არჩევნების შედეგზე გადამწყვეტი იყოს. ხომ ასეა, თუ მემარჯვენე პარტიას ხმები გაუქმდება, ეს შეიძლება არჩევნების შედეგი მეორე ბლოკის სასარგებლოდ შეცვალოს. თუ ცენტრის თუ მემარცხენე ან მემარცხენე პარტიას ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხებს, ეს შეიძლება არჩევნების შედეგი მარჯვნივ გადაიხაროს. ამიტომაც არის აუცილებელი ბენიამინ ნეთანიაუსთვის, რომ ეს არ მოხდეს მის მემარჯვენე ბლოკში. არსებობს რამდენიმე პატარა პარტია, რომლებიც სწორედ ამ საფრთხის ზონაში არიან და შენ ახლახან ახსენე ბენიტა, რომ დრო იწურება. ბოლო ვადა არის 8 სექტემბერი. სწორედ მაშინ უნდა წარადგინოს შენი სია ისრაელის საარჩევნო კომისიაში. ეს არის. ამის შემდეგ ყველაფერი დასრულებულია. ასე რომ თუ პარტია აპირებს პრობლემის გადაჭრას, ან არჩევნებიდან გასვლით და თავისი ამომრჩევლებისთვის სხვაზე ხმის მიცემის მოწოდებით, ან სხვა პარტიაში შერწყმით, ამიტომ მას აღარ ექნება პრობლემა ბარიერის ქვემოთ ჩავატვნის, რადგან უკვე უფრო დიდ პარტიაშია გაერთიანებული. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ 5 სექტემბრამდე. ამიტომ ნეთანიაჰუ ცდილობს დარწმუნდეს, რომ ეს მის ბლოკში არ მოხდება. ეს მის პარტიას არ დაემართება. ისინი ბევრად უფრო დიდები არიან. მაგრამ ეს შეიძლება დაემართოს სხვა პარტიებს, რომლებიც მისთვის აუცილებელი პარტნიორები იქნებოდნენ, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩეს. ნეთანიაჰუმ სულ ბოლო საათში ბენიტა, მას შემდეგ რაც ეთერში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბეცალევ სმოტრიჩ და მის რელიგიური სიონიზმის პარტიას, ასევე იტამარ ბენ-გვირს და მის ებრაული ძალის პარტიას ეუბნება, რომ არჩევნებში უნდა გაერთიანდნენ, რადგან სმოტრიჩი საფრთხის ზონაშია. და ნეთანიაჰუს არ უნდა რომ სმოტრიჩის პარტიის ამომრჩევლების ხმები ნაგავში წავიდეს, რადგან ეს შეიძლება არჩევნების შედეგი საპირისპიროდ შეცვალოს. ეხლა ეს ასევე უკავშირდება იმ სხვა კითხვასაც, რომელიც დააყენეთ ლიკუდში რეზერვირებულ ადგილებთან დაკავშირებით. ნეთანიაჰუს ამ ეტაპზე ლიკუდში ფაქტობრივად 4 რეზერვირებული ადგილი აქვს, რომლებიც სხვებისთვის არ არის განკუთვნილი. ეს ადგილები სხვაზე არ არის უკვე დაპირებული და არც იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვინც პრაიმერებში გაიმართვა. ამიტომ მათი გამოყენება შეუძლია. რატომ უკავშირდება ეს პარტიების საკითხს? ის შეუძლია ესაუბროს სმოტრიჩ და ბენ-გვირს და მიიწვიოს ისინი მოლაპარაკებებზე. სხვათა შორის, მან ორივე მათგანი მოიწვია, რომ შეხვდნენ მას ამ საკითხზე და უთხრა: თუ თქვენ გაერთიანდებით, მე თქვენს ერთ ადამიანს ავიღებ და ლიკუდის სიაში ჩავწერ, რაც არსებითად გაზრდის სტილს და მოგცემთ მოტივაციას. როგორც არ უნდა იყოს ეს დრამა, რომელიც დეტალებში გვატვევს, აუცილებელია იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდება არჩევნები მომდევნო 12 დღის განმავლობაში. და ეს აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რა სტრატეგია საჭირო ესეთი ტიპის პოლიტიკური კამპანიის წარმატებისთვის. და თუ საუბრობთ პოლიტიკურ კამპანიებზე და ვსაუბრობთ იტამარ ბენ-გვირზე, კრეატიული ცდელობა უკიდურესად მემარჯვენე ლიდერისგან. როგორც ჩანს, ის ნამდვილად უმიზნებს უფრო ახალგაზრდებს, რადგან არსებობს საბავშვო წიგნი, რომელიც ვრცელდება, ასევე ანიმაციური ვერსიაც. მოგვიყევი მეტი. მართალია? საბავშვო წიგნი. მაგრამ ბენიტა, ცხადია ბავშვები არ აძლევენ ხმას. ასე რომ თქვა ეს უფრო მეტად მშობლებისთვისაა, მაგრამ დიახ, ისრაელის ბავშვები სკოლაში 1 სექტემბერს მიდიან და ნახეთ, რას მიიღებენ ამ ბავშვებიდან ბევრი. საბავშვო წიგნი ბიძია იტამარისგან და ებრაულად წერია: მინისტრი, რომელიც არ ჩერდება. და ხედავთ მას შუაში, რა თქმა უნდა, ფონზე ტაძრის მთა, იტამარ ბენ-გვირი, რომელიც ცნობილია ტაძრის მთაზე ვიზიტებით. ის სკოლების გარეთ დარიგდება, არა სკოლის ტერიტორიაზე. ასე რომ კანონს არ არღვევს, მაგრამ ბავშვებს და მოხერხებულად მათ მშობლებს დაურიგდებათ 1 სექტემბერს სკოლის პირველ დღეს. ბენიტა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ წიგნის შინაარსი ყველას არ მოეწონება. იმის გათვალისწინებით, რომ ბენ-გვირის ადგილი ისრაელის პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს მარჯვენაშია, მაგრამ ეს მისი საარჩევნო კამპანიის კრეატიული სტრატეგია და კრეატიული ტაქტიკაა. შინაარსი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ასე რომ გონი ყველანი მოლოდინში ვართ მომდევნო სამშაბათამდე, როცა ჩვენი შვილები სკოლაში დაბრუნდებიან და ეს პატარა საჩუქარი ჩაუდებენ თავიანთ ჩანთებში.